თქვენ ხართ ერთ-ერთი ის ევროპარლამენტარი, რომლის გამონათქვამებსაც და განცხადებასაც ძალიან აქტიურად ციტირებს ქართული მედია. შეგახსენებთ თქვენს ბოლო გამოსვლა, სადაც ოცნების მხრიდან სანქციების შიშზე საუბრობდით და პირდაპირ ამბობდით, რომ ერთადერთი, რაზეც მათ რეაგირება მოახდინეს, სანქციებია. It's not only about GD officials. ეს არ ეხება მხოლოდ ოცნების პოლიტიკოსებს, საქმე ეხება მათ გარშემო მყოფ ბიზნეს წრეებს. შეძლებს თუ არა ევროკავშირი უნგრული ვეტოს დაძლევას? I hope to reach an agreement. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, როდესაც რამდენიმე წინააღმდეგია, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ ვიღებთ შეთანხმებას. ასე იყო უკრაინასთან დაკავშირებითაც. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. In which conditions are you going to the elections? მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. რა პირობებში შედიხარ არჩევნებში? არის თუ არა გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო? თქვენც თავად არაერთხელ ახსენეთ თქვენ საუბარში სიტყვა რეჟიმი, ოცნება თქვენთვისაც რეჟიმია? Perfectly word. ისტორია, როცა ვისმე რომ ვინმე ამბობს გავანადგურებთ ოპოზიციას, ეს აღარ არის პარტიებს შორის დებატები. ეს არ არის პოლარიზაცია, ეს არის სისტემური მცდელობა, რომ ქვეყანა გადაიქცეს ერთპარტიულ რეჟიმად. აქვს თუ არა დღეს ოცნებას ლეგიტიმაციის პრობლემა? We don't recognize the result of the ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის არჩევნებს.